საღამოშვიდობის მეგობრებო, მოისმინეთ მუსიკა, ძალიან მაგარი მუსიკაა, ეს მახსენებს ჩემს ახალგაზრდობას. ითვი ახალს და არ დაივიწყებ ძველს. მე ვიცი რომ დღეს შენ შეიყვარე თვალეს და ძეს. მოკლედ ერთი სიტყვით ეხლა შემოვიდა კომენტარი ის რომ თუ ესეთი მაგარი ხარ დაწყევლე ის საქართველოს მტერიო პოლიციას რას ერჩიო და მე მინდა გითხრათ რომ ამასთან დაკავშირებით ვისაუბრებ დღეს ასევე ლეღვის ხეზე რომელიც დაიწყევლა და რას ნიშნავდა ეს ლეღვის ხე და რატომ დაიწყევლა ლეღვის ხე უნაყოფო ლეღვის ხე და რაღა მაინც და მაინც მთელმა კაცობრიობამ ვერ მოშალა ეს ქრისტე ნერვებზე და ამ ლეღვის ხე მოშალა ხო ანუ საინტერესოა ხო რატომ მაინც და მაინც ხე მოშალა ქრისტე ისეთ ნერვებზე რომ დაწყევლა ხომ წარმოგიდგენიათ ესეთი რაღაც კაცობრიობამ რომ ჯვარზე აწვეს და ისინი არ დაწყევლა და ლეღვის ხემ რა დაუშავა ხო თავისთვის იდგა ძლივს ისიც უნაყოფო იყო მაგრამ ამაზე ვისაუბრებთ ეხლა რაც შეეხება იმ კითხვას თუ ესეთი მაგარი ხარ საქართველოს მტერი დაწყევლე პოლიციას რას ერჩი მეგობრებო მე მინდა გითხრათ ვინ არის საქართველოს მტერი ამ შემთხვევაში ჩამოგიყალიბოთ და შემდეგ პოლიცია ვინ არის ამ შემთხვევაში ადამიანები რომლებიც ესე იგი რაც არ უნდა წყობრიდან გამოსული იყოს სამშვილიანი დედა რა ამ შემთხვევაში მე რაც არ უნდა გაგიჟებული იყოს და ყვიროდეს არც ერთ მამაკაცს როგორ გაბედავდნენ ამას და როგორ იკადრებდნენ ქალს ხელი დაარტყან ხო ამაზე არავითარ შემთხვევაში არ იკადრებდნენ ქართველი მამაკაცები ისინი თუ ქართველები იქნებოდნენ სულით და რაც არ უნდა გადარეული იყოს ყვიროდეს აგინებდეს თუ რა ვიცი სცემდეს ქალს ხელს მამაკაცი არ დაარტყავდა და პაცანა ნაბოზვარი ჩათლახი ბაცანა და არ ვიცი არაკაცი კი დაარტყავდა ხელს გესმის ასე მოიქცნენ 5 ივლისს ასურეთში ჩემი სახლის წინ, როდესაც 3 კაცი მირტყავდა რა. 3 კაცის რა მოგახსოვნათ, ეხლა იმათ კაცები არ ქვიათ, მაგრამ საქართველოს მტერია ის ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ 3 კაცს ხელს დააფარებს და ვინც სამშვილიან დედას სცემს. კიდევ ერთხელ გეტყვით რა. მათ ჰქონდათ უფლება დაერეკათ სასწრაფოში, დაერეკათ პოლიციისთვის, დაერეკათ რა ვიცი, ნებისმიერ ინსტიტუციისთვის მიემართათ, მაგრამ ხელის დარტყმის უფლება არ ჰქონდა არც ერთ ადამიანს იმ ქალზე, რომელიც აპროტესტებდა თავის სახლის წინ სამდღიან განუწყვეტლივ ფესტივალს და განუწყვეტლივ მანქანების მიმოსვლას სახლის წინ. ხო? ნუ ამას ახლა თავისი მიზეზებიც აქვს და ასე შემდეგ და ის პოლიცია ხა პირობითად ქვია თორე ადამიანები რომლებიც პოლიციაში მუშაობენ და ასეთ ადამიანებს ხელს აფარებენ მაგალითად როდესაც ნარკოდამოკიდებულების ქვეშ ნახავენ ადამიანს და პირდაპირ მათი მოვალეობა რომ დაიჭირონ ის აიყვანონ დაიჭირონ ხელბორკილებით დაიჭირონ ეს ხალხი არამც თუ ამას აკეთებენ ანუ ექსპერტიზაზეც კი არ აგზავნიან ამ ხალხს ნედა რატო აი სწორედ ასეთი ადამიანები არიან საქართველოს მტრები, რომელმაც გაანადგურეს საქართველოს ყველანაირი მორალური და კულტურული მხარე. ეთნიკა პრინციპში აღარ შეგვრჩა. იმიტომ რომ ჩვენ ვერ დავიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ჩვენ ქართველები ვართ, იმიტომ რომ ჩვენი დღეს არარაობა კაცები ქალებსაც სცემენ, დედებსაც სცემენ და ყველაფერს კადრულობენ. მეორე ის რომ როდესაც მამაკაცი ერთ-ერთზე გამოდიოდა ადრე ეს იყო ვაჟკაცობა და კაცობა ეს იყო ქართული დღეს 3 ვითომ ქართველი 5 ვითომ ქართველი ერთ მამაკაცს სცემს მიუხედავად იმისა რომ ეს მამაკაცი არ ურტყავს უკან ხელს არ უბრუნებს აი ეს არის დღეს საქართველოს მტერი, რომელიც უნდა დაიწყევლოს და როგორც ის ლეღვის ხე, რომელიც იდგა და ნაყოფს არ იღებდა, აი ესე განადგურდეს, გახმეს და გაწყდეს.
არ მეშინია მეგობრებო და წყევლა მაწყევრის ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ წყევლა არის აუცილებელი ყოველ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა სხვა ვითარებას თუ აღარ გიტოვებს გარემო, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართო წყევლას. ეს ძალიან მნიშვნელოვანად არ მოგონილა წყევლა და ქრისტესაც ტკბილად არ დაუწყევლია ის ლეღვის ხე. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ქრისტემ ლეღვის ხე დაწყევლა, იმიტომ რომ ნაყოფი არ მისცა. არა, მეგობრებო, წარმოიდგინეთ, აი ნახეთ, რა არის ლეღვი, ხო? ლეღვის ხე. ლევიათანები იყვნენ ისინი, რომლებიც, ესე იგი, უნაყოფოები იყვნენ იმ სიტყვის გაგებაში, რასაც ქრისტე გვაწოდიდა. ასევე ლევიათანების წარმომადგენლობა, ანუ ის ხე, ის ძირფესვიანი ხე, რომლებიც ქრისტეს უშუალოდ ებრძოდნენ, ხო? იყო აი ამ ხეში გადმოტანილი, რომ ეს ლეღვის ხე დაიწყევლა იმის გამო, რომ უნაყოფო, რაც კი არის, რომელი საგვარეულოს ხეც უნაყოფო არის, ამ შემთხვევაში ნაყოფი არ გამოაქვს, ქრისტეს სიტყვის არც ერთი ასობგერა არ ესმის, აი ის ხე უნდა დაიწყევლოს, გესმით? ეს იმას ნიშნავს, რომ ლეღვის ხე კი არ დაწყევლა ქრისტემ. ამაში მეტაფორულად გადმოტანილია ის, რომ უნაყოფო ყველაფერი უნდა დაიწყევლოს. და ერთადერთი ლეღვის ხე, რომელიც უნაყოფო ნახა, პირდაპირ დრო იხელთა ქრისტემ და დაწყევლა. იმიტომ რომ ქრისტემ მოსთხოვა ხეს, მომეცი ნაყოფი, არ მისცა ნაყოფი, დასწყევლა ხე. ქრისტე ჩვენ გვთხოვს ყველას, მომეცით ნაყოფი, მანახეთ უკვე ბოლო ჟამია და მოკითხვა არის, აგერ მოკითხეთ. ვისაც ნაყოფი არ გააჩნია და უნაყოფოა, ხო? ის ტყუილი ზედმეტი მეჭეჭია ამ დედამიწაზე და უნდა დაიწყევლოს და უნდა გახმეს. აი ეს დრო არის ახლა შემოკარგებო. ყველა ის ადამიანი, რომელიც ახლა ჩემი პირიდან დაიწყევლა, მათ კიდევ აქვთ ერთი კვირა, 17-მდე აქვთ დრო, რომ ნაყოფი გამოიღონ, მივიდნენ ადგილზე, მოინანიონ და შეიძლება კიდევაც ნაყოფი მათი კარგი აღმოჩნდეს. მაგრამ თუ კი ისინი ნაყოფს ვერ გამოიღებენ, ხო? მათი გახმობის დრო დამდგარა. ნებისმიერი ჩემი მეზობლების, მათი შვილების, მათი ნათესავების და ყველასი. იმათი ვინც ხელი აიღო, ნებისმიერი ვინც ამ კაცს ხელი დააფარა, ამ სამ კაცს ხელი დააფარა, სამს თუ ორს თუ ვინც იყვნენ და ისე გააკეთა, რომ ვითომ არაფერი არ მომხდარა და ხელი გადაუსვა და მოეფერა ამ ნაძირალა, ნარკომან, გადახსირებულ ნაციხარ ადამიანებს, ხო? აი ის ადამიანები დაიწყევლნენ ახლა ქრისტეს მიერ. ესმით? თქვენ არ გიგონოთ ის, რომ ბოლო ჟამს ქრისტე ისევ მოვა, როგორც ჯვარცმამდე მოვიდა. ქრისტე ბოლო ჟამს მუსიკა გესმის? კი, მესმის, ლამაზი მუსიკაა, დედიკო ეს მუსიკა. ქრისტე ბოლო ჟამს მრისხანებით ცეცხლით მოდის. ცეცხლი სხვა არაფერია თუ არა პირიდან გამოსული სიტყვა, რომელიც დაწვავს და დაბუგავს ყველას, ვინც კი არასწორია და უნაყოფოა. აი ესენი არიან საქართველოს მტრები. სხვა არავინ არ არის, მეგობრებო. დღეს არც თურქები არიან საქართველოს მტრები, არც არაბები, არც ებრაელები, არავინ. თვითონ ქართველები არიან საქართველოს მტრები, იმიტომ რომ ქართველები იყიდებიან, ქართველები ყიდიან მიწებს, ქართველები ყიდიან ქალებს, ქართველები იყიდებიან არ ვიცი რეებზე, ნარკოტიკზე. დედიკო, წადი სახში, ისეთი რაღაცები უნდა ვილაპარაკო, რა შენ არ მოგეწონება, მიდი. მიდი, დაიძინე ჩემო პოეტეჩუნა. ყველა ნარკომანეს. თქვენ კიდე იცით, რომ ნარკომანი დამოკიდებული ადამიანი თავისი უკანალის მიმცემიც არის რა. გესმის? აი ხლა შელამაზებულად ლაპარაკობ, ჩემი ბავშვი აქსის. გესმით? იმიტომ რომ არ გაიგოს ის, რაც შეიძლება სხვა სიტყვებით მეთქვა. ნარკო დამოკიდებული ადამიანები და ეხლა ნამდვილად არ გაგიგვირდეთ ქალბატონებო და მანდილოსნებო, რომლებიც ნარკოდამოკიდებულ ადამიანებზე არ გაქვთ გაგებული ინფორმაციები, რომლებსაც ფული არ აქვთ, თავის უკანალს იყენებენ. მეტი რაღა გითხრათ.
აქედან დამოკიდებული ჩემი პოზიცინა დიდი გამიყესთან გინდა ამიტომ ესენი ყველანი არიან საქართველოს მტრები ის უნაროები რომლებიც ნარკოდამოკიდებულები გახდნენ და გაიყიდნენ უნაროები რომლებიც ვერ შეეწინააღმდეგენ ამ სისტემას უნაროები რომლებიც ხმას ვერ იღებენ უნარო არის უნაყოფო როდესაც შენ არ გაქვს ნარი მაშინ შენ უნაყოფო ხარ ამიტომ ნებისმიერი ნარკოდამოკიდებული რომელიც ხმას ვერ ამოიღებს იმის გამო რომ ნარკოდამოკიდებულია ნებისმიერი პოლიციელი რომელიც ხმას ვერ ამოიღებს იმიტომ რომ ამ ნარკოდამოკიდებულზე იმის მაღლა ვიღაცა ბობოლა კაცი დგას თუ ვინც გინდა ის იყოს ნებისმიერი ადამიანი რომელიც მეზობელი გინდა ეს თუ ნებისმიერი ადამიანი რომელიც ხმას ვერ ამოიღებს უსამართლობის წინააღმდეგ ის დაწყევლის ღირსია იმ წამშივე რა მე კიდე ერთი კვირა მივეცით რომ ორი კვირა ამიტომ მეგობრებო თქვენ არ გეგონოთ ეხლა რომ თუ მაგარი ხარ საქართველოს მტერი დაწყევლე შენ ხარ საქართველოს მტერი თუ მაგარი ხარ ხალს რომ მეუბნები და მეკაჩავები ბიჭო თუ ქალო თუ ვინც ხარ რა თუ მაგარი ხარ აწიე ტრაკი და დამიდექი გვერდში შებოზო შენ ნებისმიერს გეუბნებით რა ქვეყანა რომელიც სამშვილიან დედას აცემინებს კაცებს ის ქვეყანა დასაწვავი და დასაბუგავია და დედას ფიცავარ თუ შემეცოდოს ერთი წამითაც კი ღვთისმშობლის წილხვედრი კი არა ღვთისმშობლისგან გასაწყვეტია ეს ეგეთი ქვეყანა რა ნები კიდევ ვიმეორებ რა რაც არ უნდა გაგიჟებული იყოს ეს სამშვილიანი დედა რაც არ უნდა იგინებოდეს იწყევლებოდეს თუ რა ვიცი რას არა კაცმა მასზე ხელი აიღოს ეს ქვეყანა სადაც ხმას ვერ ამოიღებს კაცობრიობა თუნდაც პოლიციაც კი ცეცხლია დასასხმელი მასზე რა გასაწყვეტია სხვა მე ვენახი კი არა მთლიანად უნდა გაწყდეს ეს აი ეს სახელმწიფო მთლიანად გაწყდეს დაიწვას დაიბუგოს და დედას ფიცავარ კუპრი დაესხას გადაესხას მთელი რაც კი ბოროტება არსებობს ამ დედამიწაზე რაც კი ღმერთს კი არა და სატანას შეუქმნია ყველაფერი ამ ქვეყანას უნდა დაატყდეს თავს ასეთ უნარო ხალხს რომ დაინახავს ღმერთი მრისხანებს კი არა წყევლის კი არა თქვენ იცით რა ხდებოდა როდესაც ის სინათლე ამოდიოდა სვეტი ცხოვლიდან და ბუგავდა ყველაფერს სინათლე კი არა მთლიანად წვავდა ყველაფერს რაც მის სახეს არ შეეფერებოდა აი ეს არის მოსახდენი კიდე მაგას ქვია გადატვირთვა და როდესაც შენ დგახარ მის წინაშე და ნათელი ხარ როგორც შინაგანად ისე სულიერად ისე გარეგნულად ის შენ ვერ შეგეხება არ შეგეხება მაგრამ თუ შენ უნარო და უნაყოფო ხარ გადაგწვავს კი არა დაგწყევლის კი არა დაწყევლა კიდე არაფერია გაგაქრობს და ვიღაცას ალბათ გონია ეს სიტყვა გაქრობა ძალიან იული ფორმა ყველაზე სასტიკი რაც შეიძლება ადამიანმა ვინმეს უსურვოს არის გაქრობა რა იმიტომ რომ ის არც ერთ სისტემაში არც ერთ ველში არც სამყაროში და არც 9 ყაროში არ არის ის არც ერთ ველში აღარ არის ის უკვე გამქრალია დაესვა მის არსებობას წერტილი ის არის უკვე არარაობა არაფერი აღარ არის ის მას კიდევ ერჩივნა ჯოჯოხეთის ცეცხლში დამწვარიყო ვიდრე გამქრალიყო ასე ამბობენ ის ხალხი ვისაც ნანახი აქვს ის მდგომარეობა რომელიც გაქრობილის მდგომარეობა არის აქედან გამომდინარე მეგობრებო ნებისმიერი ის ადამიანი ჩემი პირიდან თუ ასე მაგარი ხარო ხო ღმერთს რო გამოცდიო გეუბნება ჯერ ეგეთი იესო ქრისტე და თუ ასე მაგარი ვარ კი არა ღმერთმა დაწყევლა უკვე ის უნარო და უნაყოფო ხალხი ვინც ვერ იგებს ვინ არის დედა ვინ არის კაცი რა არის ნარკოტიკი რა არის სამართალი და რა არის კარგი და რა არის ცუდი
ღმერთმა დასწყევლოს ყველა ღმერთმა დასწყევლოს, ვინც ვერ ფხიზლდება რა. ნებითა შენი თაუფალო, ამინ ამენით. ასე რომ ჩემო კარგებო, ადამიანს წყევლის ეშინია. ვიღაცას ეგონება, რომ წყევლა მაწყევარისაა, კამიკაძე გავხდი. ჩემი თავის დავიწყევლე. იმიტომ რომ ამ უუნარო ქვეყანაში აბსოლუტურად არ ღირს სიცოცხლე რა. შენ გონია რომ ამ უუნარო ქვეყანაში რამე სიცოცხლე ღირს, რამის ფასად ღირს, ეს დროის ხარჯვა და ბელენჩვერობა. თქვენ გონიათ რომ ეს ცხოვრებაა ეხლა რასაც უყურებთ ამ დედამიწაზე? მაშინ თქვენ ერთი სიტყვაც ვერ გაგიგიათ, რაც ქრისტემ გითხრა. და ქრისტიანებს უწოდებთ თქვენ თავს ამხელა ფარისევლობაში ხართ, მეტი ფარისევლობა ამ დედამიწას არ უნახავს არსად რა. თუ მე უსამართლოდ და არასამართლიანად და არასწორად დავიწყევლე, ამასაც ვიხილავთ ყველანი რა. ყველანი ვიხილავთ. თქვენი თვალით იხილავთ. რაც დატრიალდება ამ დედამიწაზე. საქართველოში განსაკუთრებით. რაც შეეხება იმ რომელ რუსმაც ესე მოექცა ქალს, რომ მის მანქანაზე რომ დავჯექი, უკან დაიხია და მე ძირ ჩამაგდო, ხო? და ამაზე ჯემიზაგნი ჩემო გამო სირებულმა მეზობელმა ჯემიზაგნი კაჯო ის არ იყო მაგის საქმე, მაგრამ მე რო ყვიროდი მაგის საქმე გახდა უცბად. როდესაც ქალს ვერ დაიცავს მამაკაცი, თან მით უმეტეს მის ხელში გაზრდილ ბავშვზე, ანუ მის ხელში გაზრდილი ვარ მე, ესე გამოდის, მაშინ ის სოფელი კი არა, ის ქვეყანა არის მთლიანად აი როგორი გასანულებელი იცით, როგორი გასასწორებელი მიწასთან იცით, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა. რუსებმა ამოგწოვონ სისხლი. რუსები გახდნენ თქვენი თავბედ საწყევრები. აი ესენი გახდნენ თქვენი უნარო საქციელის გამო. მე წყევლის მესი მცხვენია, არაფრის არ მცხვენია. მე უკვე იმ ადამიანებს იმ სახელმწიფოში მაცხოვარებ. ქვეყნის მოქალაქეებს თუ იმის არ სცხვენიათ, რომ სამშვილიანი დედა აცემინეს კაცებს და მერე რუსი კაცი, რომელიც სამშვილიან დედას ესე მოექცევა, ხო? სულ არ არის აუცილებელი სამშვილიანი დედა ქალი რო იყოს, უბრალოდ ქალი რა, ესე ექცევა და ვერაფერს ვერ ეუბნებიან. ღმერთმა დასწყევლოს ის სახელმწიფო და ის სამოქალაქო ერი თუ ეწოდება მას ერი რა. ღმერთმა დასწყევლოს ისე როგორც ანათემაზე გადასცეს. ხო გადავეცი უკვე ესენი ანათემას, ჩემი მეზობლები და კიდე ის პოლიციელები და ვინც. ხო და ანათემაზე გადაცემა სხვა კი არაფერია. წყევლა ანათემაზე გადაცემა, მეტი კი არაფერი. აი ეს იყო ის მიზეზი, რატომაც ქრისტემ დაწყევლა ლეღვის ხე, რომელიც უნაყოფო იყო. როდესაც უნაყოფო ადამიანი და თავი ნაყოფიანი გონია, ის ხე დაიწყელება. ხე არის კიდევ ყველა ის საგვარეულო, ყველა ის ერის წარმომადგენლობა, რომლებიც არიან სხვადასხვა ერის წარმომადგენლები. სხვა მევენახე კი არ მოვა. აი აქ ყველაფერი დასრულდება. იმიტომ რომ ნაყოფი ვერ გამოაქვს ლეღს, აგვიანებს. აიგვება ყველაფერი. ვერც მრევლს, ვერც და არ თქვათ ეხლა რომ არ გინახიათ ჩემი ვიდეოები და ჩემი განცხადებები რა. ვიღაცა მეთქვის რომ არ უნახია და გაატარე, ხო? შენ გაგატაროს ცეცხლში მამაზე ციერმა.
ამინ ამენით იესო ქრისტიანებითა შენი თაუფალო. ასე რომ მეგობრებო, დღეს დადგა ის დრო, როდესაც წყევლა უნდა გამოვიდეს პირიდან, სხვა გზა აღარ დარჩა. წყევლის ეშინია იმას, ვინც დამნაშავეა. ვინც დამნაშავე არ არის, იმას წყევლის არ ეშინია. აი ესე არის საერთოდ. კითხვები ხომ არ გაქვთ? კითხვები არ გაქვთ, ხო? საერთოდ, როდესაც ლეღვზე გვაქვს საუბარი, ლეღვი ასოცირდება ასევე 60-დან გამოსვლისას შემოსილ ფოთლებთან. და ეს ლეღვის ხე არის სწორედ ის ხე, რომელიც პირდაპირ დაცემულ კაცობრიობაზე მიუთითებს. კაცობრიობა, რომელიც უნაროა, უნაყოფოა და დაცემულია. აი მაგათ წყევლის ქრისტე მაგ იგავში. ახლა გემშვიდობებით მეგობრებო და აბა თქვენ იცით. იმედია თქვენც არ ხართ მაგ სიაში, ვინც დავწყევლე და თქვენც არ ხართ უნაროები და უნაყოფოები და იმედია თქვენც თქვენ აქცდათ ეგ წყევლა, იმიტომ რომ არ ხართ ისეთები, როგორიც ეხლა ჩამოვთვალე მე. სულ არ მაინტერესებს ეს პოლიციელია, ადვოკატია, პროკურორია, მეფეა, თუ დედოფალია, თუ ვინც კიდე ისე ყველა დაიწყევლოს რა. ყველა დაიწყევლოს, ვინც ამ საკითხს ხელს უწყობს და ამ საკითხზე აჟიოტას არტეხს და ამ საკითხს არ აპროტესტებს, თუნდაც თავის მეზობელთან თუ რა ვიცი ვისთან, თუნდაც იმ ადამიანთან, რომელ ადამიანმაც ეს იკადრა. 17-მდე აქვთ დრო, შეუძლიათ ნაყოფის გამოღება. თუ ნაყოფს ვერ გამოიღებენ, ეს მათი გადაწყვეტილებაა. მე არ დამიწყევლია ეგენი უსაფუძვლოდ და კიდევ ისე რომ შანსი არ მიმეცეს გამოსწორების. ნაყოფის გამოღება, მეგობრებო, ადამიანს უნდა ასწავლო. თუ არ სწავლობს, თუ მაინც არ სწავლობს, მაშინ ანათემაზია გადაცემული. სრული ჭეშმარიტებაა, გამოსავალი ერთია. გამოსავალი ერთია. გავნთლიანდეთ. ნებისმიერი გაერთიანება დიქტატურაა, ფაშიზმია. ფრთხილად იყავით, რომ არ დაიბადოს ფასიშიზმიზაცია. ჭეშმარიტების საფარქვეშ კი ნათქვამია ქრისტეს მტერს. დიახ, ქარ ის მტერს საფარქვეშ რთվել ის ლით ანტიქარის მტე გამოგვეცხადოს. მივხვდი, რასაც ამბობ, უბრალოდ შეიძლება სხვა ვერ მივხვდეს და ეხლა მეზარება აუხსნა რა. ქრისტანი და ენი, ამაზე და გააკეთე ხო აქცენტი. ქრისტე არის ქრისტანი და ენი, კი, მართლა. ქარ ის მტერ საფარქვეშ რთվել ის ლით ანტიქარის მტე გამოგვეცხადოს. ის როგორც, ანუ ანტიქრისტე გამოგვეცხადოს. ის როგორც მე-17 საუკუნის წინ იშმაგი ფხიზლადა. ასე რომ სამღვდელოებამ ყური წაიყრუა, დაწყევლილი იყოს სრულიად საპატრიარქოს წარმომადგენლობა იმის გამო, რომ ამაზე ხმას არ მოიღებს. დაწყევლილი იქნას და მთლიანად განადგურებული და მთლიანად გაწყვეტილი იქნას მისი სრული წარმომადგენლობა, ჩემი ძმაც მათ შორის, თუ ხმას არ მოიღებს, 2 კვირა აქვს დრო 24-მდე და დაწყევლილი იყოს სრულიად საქართველოს
ეხლავე გეტყვით რა, სრულიად საქართველოს ერი დაწყევლილი იყოს თუ ამაზე ხმას არავინ ამოიღებს რა. ყველა რაღაც უნდა საერო და საბერო პირები იყვნენ დაწყევლილი. მორჩა. ეს იყო ჩემი განცხადება, ეხლა რაც გინდათ ის ქენით რა.